ჩვენთან მდინარე აჭისყალზე 5 წლის წინ შემოვიდა ქვაღურღის მომპოვებელი 5 კარიერი და მაშინ მახსოვს მე გვერდით დამიდგა სოფელი და სოფელმა ერთად ავგრძალეთ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არის ადგილები, სადაც არც მოპოვება შეიძლება, არც ჰესების მშენებლობა შეიძლება და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ეს არის კვაჭალათის უბანი, აგერ დასახლებული პუნქტი და დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრში უნდა ამოქმედებულიყო ცემენტის საწარმო. და როდესაც ამ პროექტის შესახებ ესე ვთქვათ ნახე ეროვნული სააგენტოს გვერდზე, რა თქმა უნდა ეს ვამცნე სოფელს და პირველი ესე ვთქვათ სკოპინგის საჯარო განხილვა სანამ ჩატარდებოდა ეს ინფორმაცია ეკოს Facebook გვერდით გადავარჩინოთ გურის მდინარეები, რა თქმა უნდა გავაჟღერე დაუკავშირდი ადგილობრივ მედიას, რა თქმა უნდა ლიხაურის მოსახლეობას და უკვე ეს მოსახლეობა იყო ინფორმირებული და ძალიან მაგრად დახვდნენ ამ სკოპინგის ესე ვთქვათ საჯარო განხილვას, მაგრამ სამინისტრო მაინც გადაიყვანდა ამას მეორე ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაზე ლიხაურებმა სასტიკი წინააღმდეგობა გამოთქვეს, მერე ხდებოდა რაღაც დაძალებები მოსახლეობაზე, დაშინებები, რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო, რა თქმა უნდა, კომპანიის სასარგებლოდ და შემდეგ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, რომ სოფელში ესე ვთქვათ, სოფელში შეგროვდა ხელწერები 1000 ხელწერა მიტანილი იქნა საკრებულოში, მერიაც ესე ვთქვათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმის კურსში ჩავყენეთ, რომ სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა და აქ მსგავსი ესე ვთქვათ საწარმოს მშენებლობა არის ყოვლად დაუშვებელი გარემოსთვის, იმიტომ როგორც ვიზუალური დაბინძურება მოხდებოდა სოფლის, ასევე ჰაერის და რა ვიცი ყველაფერი და მით უმეტეს ესე დასახლებულ პუნქტში ეს წარმოუდგენია, ანუ ზოგადად ინვესტიციის და ესე ვთქვათ წინსვლის და პროგრესის წინააღმდეგი სოფელი არ არის, მაგრამ სოფელს აქვს მისი მიმართულება. ამიტომ ძალიან მაგრად დადგა როგორც კვაჭალათის მოსახლეობა, ასევე მთელი სოფელი. ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები, ეკომ გააგზავნა ჩემმა ორგანიზაციამ ესე ვთქვათ სკოპინგის ესე ვთქვათ შენიშვნები და რეკომენდაციები. მოკლედ კომპანია მიხვდა რომ სოფლისგან ექნებოდა დიდი წინააღმდეგობა, მიიღო გადაწყვეტილება რომ აღარა ამოქმედოს აქ ცემენტის საწარმო, ანუ პროექტი არ გადავიდა გეზეშეს ეტაპზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეტაპზე და სხვა ტერიტორიაზე, ანუ ლიხაურიდან მიდიან რა. როდესაც არის ერთიანობა, სოფელი ყველაფერს უყურებს პროგრესულად და მას აქვს განვითარების სხვა მიმართულება და არის ესე ვთქვათ ერთსულოვნება, სამოქალაქო აქტივიზმი, გონიერება ყოველთვის დებს შედეგს და ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ის კარიერების მოშტობა იყო მდინარე აჭისყალზე და ასევე სოფელმა აიცილა თავიდან ცემენტის საწარმო.